მოგესალმებით, ეს პალიტრა ნიუსია და თქვენ უყურებთ გადაცემა მკურნა. ტრადიციულად დღეს ოთხშაბათია და შემოგიერთდით. ჩვენს გადაცემაში შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვარღვევთ მითებს და იგებთ იმ სიახლეებს და ინფორმაციას, რომელიც უფრობს სამედიცინო სივრცეში. დღეს ჩვენ კვლავ გვაქვს საინტერესო სტუდია, სიახლეებით დატვირთული და აღჭურვილი და ვიმყოფებით სტუმრად ბატონ გიორგი ზურაბაშვილთან. დღეს ვილაპარაკებთ ბარიატრიულ ქირურგიაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღეს კვლავაც და კვლავაც და პირველივე კითხვით გადავალ ბატონ გიორგისთან. ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, ბარიატრიული ქირურგი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, დიდი მადლობა რომ გვასპინძლობთ დღეს თქვენთან. უკვე ვიმყოფებით ჰოსპიტალში. მინდა პირველივე კითხვით გადმოვიდე. ჩვენებები მაინტერესებს ბარიატრიულ ქირურგიაში. მიდგომები თავისთავად სხვა და ამაზე გადავალთ შემდეგ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენება რა არის? აი პაციენტმა რატომ უნდა მოგმართოთ თქვენ? მოგესალმებით ქეთი, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, სტუმრობისთვის, ყველაფრისთვის. პირველ რიგში ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ჩვენება გარკვეულწილად შეიცვალა, ეს გახლავთ სიმსუქნე, როდესაც კლინიკური სიმსუქნე ქვია, როდესაც იწვევს ორგანოს ან ორგანოთა სისტემას დაზიანებას, მაშინ შეგვიძლია რომ ჩვენ უფრო აგრესიულად შევთავაზოთ ბარიატრიული და მეტაბოლური ჩარევა. რა თქმა უნდა დაკავშირებულია წონასთან, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 35-ზე ზემოთ არის. ან 30-დან 35-მდეა და სიმსუქნესთან ასოცირებული სხვადასხვა პათოლოგია, მაგალითად ჩაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზული დაავადება, ცილის აპნოა. რამდენიმე დაავადება თუ არის და მათ შორის წონაც არის, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ვიფიქროთ უკვე შევთავაზოთ ქირურგიული ჩარევა. კარგით, მოვიდა პაციენტი თქვენთან. შემდეგ რა ხდება? აი მომზადება როგორ ხდება? პრეოპერაციულად მომზადების ის რო გითხრათ. მომზადება რამდენიმე საფეხურით შედგება. პირველ რიგში ქირურგის შეფასება არის, ენდოკრინოლოგიური შეფასება, კარდიოლოგიური და თერაპიული ნაწილის შეფასება. ვაკეთებთ მასშტაბურ კვლევებს, რაც დიდ ოპერაციას ეკუთვნის და ამის შემდეგ იგეგმება ოპერაცია. დროში რომ აგიხსნა დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ემზადება პაციენტი, თუ არ სჭირდება უფრო ისეთი მომზადება, წონის დაკლება ან კარდიოლოგიური პრობლემა არის და საჭირო არის ჯერ ოპტიმიზაცია წნევის, შაქრიანი დიაბეტის კორექცია და ანუ გუნდური მუშაობა და სხვა დარგის სპეციალისტებს. როგორც წესი მულტიდისციპლინარული გუნდი არის, ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი, ქირურგია, ანესთეზიოლოგია, ეს ყველგან არის, პლუს ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია არის, ფსიქოლოგია არის და იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც შეიძლება რომ დაგჭირდეს, შეიძლება ორთოპედიც კი დაგჭირდეს, გარკვეული პათოლოგიები თუ არის ასოცირებული, რა თქმა უნდა. დიახ, იცით რა მაინდა, აი ტკივნეული თუ არის ეს ოპერაცია? პოსტოპერაციულად შესაძლებელია გარკვეულ პაციენტებს აქვთ უმნიშვნელო ტკივილი, მაგრამ ძალიან იშვიათად რომ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი დაგჭირდეს. როგორც წესი, პირველსაფეხუროვანი ტკივილგაყუჩება არის, ეს არის პარაცეტამოლზე ან არასტეროიდზე სტანდარტულზე ეხსნება ტკივილი და ისიც პირველი 24 საათიდან 48 საათის განმავლობაში არის ძლიერი ტკივილი. რეაბილიტაცია ჯამში წელიწადნახევარი 2 წელი გრძელდება. პირველი ფაზა უფრო შედარებით დრამატულად აღიქვამენ პაციენტები, დაახლოებით 6 კვირა არის, იმიტომ რომ უწევთ თხიერ და დაბლენდერებულ საკვების მიღება, შედარებით ახალი ჩვევების შეძენა არის და შედარებით რთულია ძველი ცხოვრებიდან ახალი ცხოვრებაზე გადართვა. ამიტომ მეტი დისკომფორტი პირველი 6 კვირის განმავლობაში აქვს. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ უხსნით ჩვენ პაციენტებს და მინდა ტელემაყურებლებმაც გაიგონ, რომ პირველი წელიწადნახევარი მაინც ადაპტაციური პერიოდია. 3 თვეში ერთხელ ვთხოვთ, რომ მოვიდნენ ენდოკრინოლოგთან ან თერაპევტთან ან ჩვენთან და გაგრძელდეს და რომ არ გამოგვეპაროს რამე ან ბარიატრიული ჩარევის შემდეგ დეფიციტი მინერალების, ვიტამინების, ან ის ჩივილები, რომელიც აქვს პაციენტებს და დავეხმაროთ რეაბილიტაციული პერიოდის უმტკივნეულად გადატანაში. ჩვენი რჩევა არის, რომ სულ გქონდეს კომუნიკაცია რომელიმე გუნდის წევრთან, ეს იქნება თერაპევტი, ქირურგი, ენდოკრინოლოგი თუ თუნდაც შეიძლება ნებისმიერი სიმსუქნის დარგთან ასოცირებული სპეციალისტი. ბატონო გიორგი, ძალიან მინდა რომ დაგვიხატოთ, მითხრათ აი ზუსტად განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის. ანუ ერში არის ხო ეს მაყურებლისთვის არის გავრცელებული, რომ არის გასტრიკ ბაიპასი და სლივ გასტრექტომია. აი რა განსხვავება ამ ორს შორის, იმიტომ რომ მინდა რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს რა ოპერაციაზე მიდის, სანამ მივა, ხო? თუ შეიძლება რომ გადავინაცვლოთ დაფასთან და გვაჩვენოთ უფრო დაწვრილი. გვაქვს სლივ გასტრექტომია და
ბაიპასი, ხო? აი განსხვავება აგვიხსენებთ. მოკლედ დავხატე ორი ძირითადი მეთოდი, რომელიც გავრცელებულია. თუმცა მარტო ეს ორი არ არის, მინდა ხაზი გაუსვა და აქტიურად კიდე არის რამდენიმე სამი მეთოდი. რომ არავიოთ ახლა ჩვენი მაყურებელი არის ძირითადად ეს ორი მიდგომა და ლაპარასკოპიული სლივგასტრექტომიის დროს ვაკეთებთ კუჭის მოცულობის შემცირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ კუჭის ნაწილი იკვეთება და კუჭს ვაძლევთ მილის ფორმას. ანუ კუჭის სახელოსებური რეზექცია. ეს არის კუჭი უკვე დარჩა. საჭმელი ყველა იმ გზას გაივლის, რა გზასაც უნდა გადიოდეს. ამ დროს მხოლოდ მოცულობა მცირდება კუჭის, როგორც რეზერვუარის და შესაბამისად მიღებული საკვების მოცულობა მცირდება. რაც შეეხება ერთანასტომოზიან ბაიფას, რომელიც ასევე გავრცელებულია, ამ დროს ვამცირებთ კუჭის მოცულობასაც და გარდა ამისა, საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ეს ნაწლავია, ხო? დიახ, 120-დან 150 სანტიმეტრამდე წვრილ ნაწლავს. ეს არის წვრილი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილი, ანუ ზედა ნაწილი. რაც ნიშნავს იმას, რომ საკვები მოხდება ჩვენს მიერ გაკეთებულ პატარა კუჭში და 120-დან 150 სანტიმეტრ ნაწლავში აღარ მოხდება. ამრიგად ვარღვევთ შეწოვით პროცესებს და ასევე მოცულობასაც. ითვლება უფრო ეფექტურ ოპერაციად დროში კუჭის ერთანასტომოზიანი ბაიფასი ვიდრე სლივგასტრექტომია. გასაგები და გავრცელებული. ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები არსით, თორე დანარჩენი ბევრი რამე არის განმასხვავებელი, ამაზე შეგვიძლია მერე ვისაუბროთ. მერე არა, ეხლა როცა გადავინაცვლებთ ჩვენ საოპერაციოში, დღეს ერთი ბაიპასი გაქვთ თქვენ, ერთ-ერთი ოპერაცია, რომელიც გაქვთ. დიდი მადლობა რომ დაგვთ ამ გადაღებაზე. ახლა გადავინაცვლოთ საოპერაციოში და ვანახოთ ჩვენს მაყურებელს თუ როგორ კეთდება გასტრიკ ბაიპასი. აი, მოვედით საოპერაციაში ჩვენს პაციენტს წინავს. ახლა გადავინაცვლებ ბატონ გიორგისთან იმ კითხვებით, რომელიც დაგვჭა. ბატონო გიორგი, ორი კითხვა გვაქვს. გვაინტერესებს ამ პაციენტის ანამნეზი. ანუ რატომ უკეთებთ ამ პაციენტს ოპერაციას? ხო, ძალიან საინტერესო პაციენტია, რადგან თუ ვინმე სჭირდება ბარიატრიული და მეტაბოლური ოპერაცია, მას სჭირდება და ძალიან ბევრს მოიგებს ოპერაციის შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ აქ მაღალი ინდექსი 54-ია, ეს ითვლება მეხუთე ხარისხის სიმსუქნედ. გარდა ამისა, აქვს სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადება, ათეროსკლეროზული დაავადება, 8 წლის წინ ჰქონდა გადატანილი იშემიური ინსულტი. გარდა ამისა, აქვს დისლიპიდემია, ცხიმოვანი მოშლა, მაღალი ქოლესტერინი და ეს ყველაფერი გამოწვეული არის ზედმეტი კილოგრამით. ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, თუ გინდა რომ ამ ხალხს სიცოცხლის ხარისხი და ასევე ხანგრძლივობა გაუმჯობესოთ და გაუზარდოთ, უნდა დავეხმაროთ წონაში დაკლებაში. და კიდევ ერთი კითხვა არის ვარიანტები და მეტაბოლური ჩარევა. კი ბატონო, ახლა ხომ ვაკეთებთ ჩვენ ბაიპას, მაგრამ ერთი კითხვა მინდოდა სულ მეთქვა. იცით რა, აი რა შემთხვევაში უკეთდება სლივი და რა შემთხვევაში უკეთდება ბაიპასი? აი როგორ ხდება სელექცია? ძალიან რთული კითხვაა ეს. იმიტომ რომ ფუნდამენტურად ესე არ ხდება, რომ ამ ადამიანს ჭირდება სლივი, ამ ადამიანს ჭირდება ბაიპასი. როგორც წესი სლივი ფიზიოლოგიურ ოპერაციად ითვლება, ამიტომ ისეთ პაციენტებში, სადაც არ გვინდა დიდი ჩარევა, ესე ვთქვათ, და არ გვინდა არსით ჩარევა, თორე ოპერაციის რისკი ორივეგან ერთია, ამ შემთხვევაში სლივს ვაკეთებთ უფრო ახალგაზრდა გოგონებში, სადაც წონაზე ბევრი არ არის, თუმცა შეიძლება დიდ წონაზეც გავაკეთოთ, რადგან ორგანიზმში არ გვინდა უფრო ისეთი ჩარევა, სადაც ვიტყვით, სადაც როგორც ვთქვით, აი ეს ნაწლავი გათიშოთ, ასე ვთქვათ. პროცესებს და საჭმელს არ უცვლით ძირეულად გზას, ესე ვთქვათ, და სლივის დროს ხდება შენარჩუნება. რაც შეეხება ბაიპასიც უფრო დროში უფრო ეფექტურად ითვლება და თუ გვინდა რომ უფრო დიდი შედეგი მივიღოთ და ხანგრძლივი შედეგი მივიღოთ ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, გიშვებს თქვენ პაციენტთან, ჩვენ კი გადავინაცვლებთ ანესთეზიოლოგთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ანესთეზიოლოგიური მიდგომა ამ ოპერაციების დროს. წამოგხევით. ანესთეზიოლოგი მარიამ ლაბაძე აგვიხსნის დღეს თუ როგორი ანესთეზია მიმდინარეობს, საკრათა ასეთი პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანესთეზიოლოგის მიდგომა. დღეს არის ოპიოიდებიდან თავისუფალი ანესთეზია, ანუ ნარკოტიკი არ გაკეთებია ამ პაციენტს საერთოდ და გაუკეთდა ბლოკი. უფრო დაწვრილებით მოგვახსენებს ქალბატონი მარიამ. ქალბატონო მარიამ, გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩვენ გვაინტერესებს რას ნიშნავს ნარკოტიკებისგან თავისუფალი ანესთეზია, ანუ რა განსხვავება იმ ანესთეზიას შორის, სადაც გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებები.
ნარკოტიკებისგან თავისუფალი ანესთეზია ნიშნავს იგივე ოპიოიდ-ფრი ანესთეზია, სამეცნიერო ენაზე რომ ვთქვათ, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტს, კონკრეტულად ამ პაციენტს არ გაკეთებია არც ერთი ნარკოტიკული საშუალება ოპერაციის განმავლობაში, რომელიც გამოიწვევდა პოსტოპერაციულ გართულებებს, როგორიც არის ობსტრუქციული ძილის აპნოის გახანგრძლივება, რომელიც ამ ქალბატონს აღენიშნება, ნარკოტიკული საშუალებები გაუკეთდება ოპერაციის დასრულების შემდეგ, ტკივილის შემთხვევაში. ისიც ტკივილის შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ ბლოკიც გააკეთეთ აქ, ხო? ანუ პარალელურად მულტიმოდალური ანესთეზია გულისხმობს არანარკოტიკული საშუალებების და მათ შორის რეგიონალური ანესთეზიის კომბინაცია. და ტკივილიც არ ექნება ოპერაციის. ძლიერი ტკივილი ოპერაციის შემდეგ არ ექნება. ანუ 100%-დან დაახლოებით რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ტკივილი? ტკივილი შეიძლება იყოს დაახლოებით 60%, თუმცა ტკივილის ინტენსივობა იქნება დაბალი ან ზოგიერთ შემთხვევაში საშუალო. მაღალი ხარისხის ტკივილი არ ექნება და რეაბილიტაცია იქნება სწრაფი, რაც თავარია, იმიტომ რომ პაციენტი არ იქნება ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, ხო მართალია? დიახ, მულტიმოდალური ანესთეზიის მიზანიც ეს არის, რომ პაციენტის სწრაფად გააქტიურებას, სწრაფ ვერტიკალიზაციას შეუწყოს ხარისხი. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ, რომ ასე დაწვრილებით აგვიხსენით ამ მიდგომის შესახებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება ჩვენი ბოლო ვიზიტი ამ ჰოსპიტალში. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ.